შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ფული არ იხარჯება და ჩემი აზრით ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ფული იხარჯება, მარტო სამი კლუბი რო ჩამოვთვალო, თბილისის დინამო, თორპედო ქუთაისი და დინამო ბათუმი, ბოლო ალბათ არ ვიცი 5 წელიწადში, 6 წელიწადში შეიძლება 200 მილიონს გადაცდეს ჯამში ამ სამი კლუბის დაფინანსება. ანუ ეს ვერ იტყვი, რომ ეს რაღაცა პატარა ციფრია, როცა დაუშვათ საშუალო ევროპული კლუბები ფინანსდება თითქმის ესევე, სლოვენიაში, ჩეხეთში, არ ვიცი, ბულგარეთში, კიდე რაღაც თუნდაც აზერბაიჯანში და რაღაც წარმატებებს აღწევს. ესე იგი, რაღაც მენეჯმენტთან მოდის ბოლოს მაინც სწორ გათვლასთან მოდის, რაღაცა გრძელვადიანთან მოდის და არ არის ეს რაღაც უფრო მეტწილად ემოციებზე და ერთი წელი და მერე რომ მეორე წელს დაშლი დაბრუნება ფეხბურთელების, სწრაფად არ გაშვება ფეხბურთელების, გაუტინგი თუ როგორ ქვია, რომ აი რო ვიცი რომ ეს აბაშ ვეღარ გავაჩერებ, ხა ნიუკასლი რო ეძახის გასაგებია რომ ვერ გააჩერებ, ან დაუშვათ კიდე პარი სენ-ჟერმენი, მაგრამ იმის შემცვლელი ისე უნდა მოინახოს და ის რომ ეს შენ არ დაგაზარალოს და ქართული ფეხბურთი არ დააზარალოს. რომ ის რომ დაუშვათ დღეს ქართულ ფეხბურთს ფული არ აქვს. იმდენი ფული არ აქვს, როგორც დაუშვათ ფეხბურთს ჭირდება ინგლისში და ესპანეთში და იმაში საფრანგეთში, მაგრამ იმდენი აქვს, რომ დაუშვათ ნებისმიერ ჩვენს ირგვლივ არსებულ ქვეყნებში ვიც მონაწილეობს, დაუშვათ ისრაელის ქვეყნები მონაწილეობენ, ბელარუსის ქვეყნები მონაწილეობენ, სლოვენიის და სლოვაკეთის და რა ვიცი კიდე ბევრი ქვეყნები მონაწილეობენ ამ ევროტურნირებზე და იქიდანაც იღებენ ფულს, მაგრამ არც მათი ბიუჯეტი არ არის 10 მილიონზე მეტი. ანუ 10 მილიონს და 8 მილიონს შორის იმხელა განსხვავება არ არის, რომ შენ ერთხელ მაინც ვერ მიაღწიო რაღაც საწადელს და აქ რაღაცა ისეთი ის შექმნა ლიგა, სადაც მინიმუმ 3 კლუბს ექნება 2 წელიწადში მაინც ერთხელ რაღაცა წარმატება სხვა გულისხმობთ, რომ გინდა თუ არა მოვიდეს და ნახევარფინალში გავიდეს. მაგრამ რაღაცა დეკემბრამდე რომ ვიყოთ, აი ეს არის მთელი ყველაზე მეტი პრობლემა, ვიდრე აი ეს რომ ყველა მარტივად გადალახოს პასუხი აი ამ თქვენ კითხვაზე, რომ არა გვაქვს ფული და რა ვქნათ. არ არის ესე, გამოვიდეს მაშინ ნებისმიერი აი ეს ჩამოთვლილი გუნდის ფლობელები თუ როგორც არის და თქვენ რამდენი ფული აქვს დახარჯული, თუ ამდენი ფული აქვს დახარჯული, აბა როგორ არ არის ფული მაშინ. შესაბამისად ვფიქრობ, რომ აი ეს არის პრობლემა. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.